მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ბარამიძე ბოკერიას დახურული შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში. საელჩო ქრონიკის კითხვებს არ პასუხობს. სამართალდამცველებმა 185 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი ამოიღეს, დაკავებულია ერთი ადამიანი. ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვრთავთ უწყებას. მოგესალმებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75,127 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75,127 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი. ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისათვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია. ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა მილიონობით ლარი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. ვაგრძელებთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების წარმოებას ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილით და 200 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. მადლობა მობრძანებისთვის. ეს იყო ჩართვა საგამოძიებო სამსახურიდან. როდესაც აქტივისტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებენ და პოლიციას ქვებს ესვრიან, ეს არა საპროტესტო აქცია, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია. დონალდ ტრამპის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. დღეს სამყარო თანხდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს სკანდირება ძალადობის მხარის არჩევაა. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას. ქრონიკამ მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩეხეთის მთავრობამ ეუთოს სადამკვირვებლო მისია 3-4 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად 2 სექტემბერს მოიწვია. ეუთო ჩეხეთში ჩადის, იმავე პერიოდში კი ვადების საბაბით უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვლაზე. სურს ვაცნობო მუდმივ საბჭოს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის არჩევნები ჩატარდება 2025 წლის 3 და 4 ოქტომბერს. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაბამისად და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან ოდირთან წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ ჩეხეთი მზად არის მიიღოს დამკვირვებლები და დაეხმაროს ოდირს მისიის შეუფერხებლად განხორციელებაში, როგორც ეს გაცხადებულია მოწვევის წერილში, რომელიც 2 სექტემბერს გაეგზავნა ოდირის დირექტორს, ქალბატონ მარია ტელალიანს. კონსპირაციული შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში. ქრონიკამ შეხვედრიდან გამოსული გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია გადაიღო. ბარამიძემ დაადასტურა, რომ საელჩოში საპროტესტო აქციები განიხილეს. მეგინ არსავიძე გვერდდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში.
სახელმწიფო გუნდში ცუდ პრაქტიკაზე საუბრობენ, რომელიც კონკრეტული დიპლომატების მხრიდან არის დამკვიდრებული და რაც გულისხმობს ოპოზიციის წახალისებას და პროცესების რადიკალური სცენარით განვითარების ხელშეწყობას. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთ შეხვედრებს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი გამართლება, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა მოუწოდებს ოპოზიციას, რომ რადიკალიზმი არის მიუღებელი, თუ ეს შეხვედრებზე წახალისებული არის და ოპოზიციის წახალისება ხდება, მაშინ ეს შეხვედრები ემსახურება პროცესების დესტრუქციული სცენარით განვითარებას. რაც შეეხება ოპოზიციას, გუშინ გიორგი ბარამიძემ დაადასტურა, რომ შეხვედრა ეხებოდა მათ შორის სწორედ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას. დღეს პარტიაში გვითხრეს, რომ ელჩებს აქამდე წვდებოდნენ და მომავალშიც შეხვდებიან. ახლა აქციებზე დღეს უკვე პარტიაში არ საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის მხარდაჭერა, საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. გია ბარამიძე და გიგა ბოკერია შეხვდა კი რატომაც არ შეხვდებოდნენ და სხვა ელჩებსაც შეხვდებიან, სხვა საელჩოშიც იქნება შეხვედრები იმისთვის, რომ მხარდაჭერა ჩვენი ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით აი ამ ყველაფრის გადარჩენას შევძლოთ. აუცილებელია ეს ყველაფერი. ჩვენ შეიძლება ყველანაირი შეხვედრის აზრი გავიგოთ. თავარია აქ რეალურად რაზე იყო საუბარი და რაც ასევე მნიშვნელოვანია რა იყო მთავარი გზავნილი დიდი ბრიტანეთის ელჩის მხრიდან. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა მხოლოდ ერთადერთი გზავნილი, რომ დიდი ბრიტანეთისთვის მიუღებელია ძალადობა, ექსტრემიზმი, არჩევნების ბოიკოტი და საზოგადოების ნების უგულებელყოფა. თუ ეს გადასცა მკაფიოდ, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ მივესალმებით ამ შეხვედრას, ხოლო თუ ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ წაეხალისებინა პირიქით ეს რადიკალური ძალები, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა ჩვენთვის მიუღებელი, იქნებოდა ეს ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრის ფორმატში. პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა ევროპული ქვეყნების საელჩოების მხრიდან, გვაფიქრებინებს იმას, რომ ისინი ავანგარდში არიან ამ მოძრაობის და ისინი არიან უშუალოდ ხელისშემწყობები ამ დესტაბილიზაციისა. შორსავარი მაზრისგან და არც ისეთი გულყვილო ვარ, რომ ბრიტანეთის ელჩომ მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოიქცნენ. ასე რომ ეს ეჭვები საფუძვლიანია, იმიტომ რომ უყურებთ ამ ბოლო პრაქტიკას, როგორ იქცევიან ევროპული ელჩები საქართველოში, როგორ არღვევენ ვენის კონვენციას ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობენ მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერაზე, გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ბარამიძემ მკაფიოდ განმარტა ჩვენთან საუბრისას, რომ შეხვედრაზე ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრის მონაწილეებმა მას კითხეს საქართველოში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დაინტერესდნენ ოპოზიციის გეგმებით და სწორედ გიორგი ბარამიძისგან და გიგა ბოკერიასგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავს ოპოზიცია 4 ოქტომბერს. ეს მეგინ არსავიძე იყო. 2 მილიარდ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაკავებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. დაზუსტდა, რომ უპრეცედენტო ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ სუსთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს. მეზობელი ქვეყნებიდან სამალავებით ნაღდი ფული ქვეყანაში შემოჰქონდათ და უკანონო გზით ათეთრებდნენ. ამ დროისთვის დაკავებულია ერთი ადამიანი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლები ერთი ადამიანი დაკავებულია. პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 185 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი დააკავა ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა. მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
რადიკალი აქტივისტის მორიგი სიცრუე ბადრი ოყუჯავას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც მიანიშნა, რომ კადრებში თითქოს ბიძინა ივანიშვილი ჩანს, სიცრუეა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბადრი გოგია სოციალურ ქსელში წერს, რომ კადრებში ის არის და არა ბიძინა ივანიშვილი და პოსტში დეტალურად აღწერს იმ პერიოდის მოვლენებს. ბადრი გოგია აღნიშნავს, რომ კადრები გადაღებულია მოსკოვში 1992 წლის 25 იანვარს და მათ შევარდნაძის სახლის წინ აქცია გამართეს. ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოში ისრაელის ელჩი წილკნის სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სათბური, რომელიც 2023 წელს ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეცნიერო სფეროში. ეს ვიზიტი აღსანიშნავია არა მხოლოდ იმით, რომ ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება სამეცნიერო კვლევით მიმართულებაში თანამშრომლობა და ბევრია ტექნოლოგიის თვალსაზრისით მათგან სასწავლი, არამედ ამას შეიძლება მოყვეს გარკვეული კომერციული გადაწყვეტილებები. აქ საუბარია ამაზე, რომ საქართველოს შესაძლოა გახდეს ისრაელისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი. ამისი პერსპექტივა არსებობს. შეხვედრები გავმართეთ მკვლევარებთან და ფერმერებთან. მოვისმინეთ მათი გამოცდილება და მიღწევები. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთმანეთთან გასაზიარებელი ძალიან ბევრი გვაქვს. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის ჯგუფის შექმნასა და ურთიერთგაგების მემორანდუმის მომზადების შესახებ. ძალზედ მნიშვნელოვანია ჰიდროპონიკური მეთოდის გამოყენებით ბოსტნეული კულტურების მოყვანა, რომელიც არის მაგალითი საქართველოში იმისა, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ფერმერებს და დავნერგოთ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვანია. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა. თია ახვლედიანმა სხდომის მონაწილეებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-30 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შუალედური შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა. ორი პრიორიტეტული მიმართულებით: სახელმწიფო ენა, ინტეგრაციის მხარდასაჭერად და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. არსებითად გაუმჯობესებულია ჩვენ არაქართულოვან მოსახლეობაში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც გაზრდილია ქართული ენის შესწავლის мотиваცია და ცოდნის დონე განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მიღწეული პროგრესის და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების და საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და მზაობა განმავითაროთ შემდგომი მიზანმიმართული ქმედებები, რათა კოორდინირებული და თანმიმდევრული ძალისხმევით სრულყოფილად შევძლოთ 2030 წლისთვის დასახული ყველა სტრატეგიული მიზნის მიღწევა. ამ მიმართულებით კომისია განაგრძობს თავის მუშაობას. ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დათო კოდუა ხალხს გეგმებს აცნობს. მერობის კანდიდატის განცხადებით, ზუგდიდის მომავალი წლის ბიუჯეტში ის პრობლემები აისახება, რომლებიც მოსახლეობასთან საუბრების დროს იკვეთება. მერობის კანდიდატი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვას გეგმავს. გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები, საინტერესოა მათი ხედვების მოსმენა. ურბანულ საკითხებს გავდივართ მოსახლეობასთან პირისპირ და მე მგონია, რომ ისინიც არიან კმაყოფილი, ვინაიდან ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული ამ პროცესში, პირველ წყაროდან ვიღებთ ინფორმაციას, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტი. თუ გვინდა მშვიდობა და თუ გვინდა განვითარება, აუცილებელი არის ადგილობრივ არჩევნებში სწორედ იმ ძალამ გაიმარჯვოს, რომელმაც ჩვენ გადაგვარჩინა კატასტროფას. ეს არის ქართული ოცნება. ქრონიკა დასრულებულია, პირდაპირ ეთერში 14 საათზე დავბრუნდებით. დროებით.